დილამშვიდობის. შუქს არ ვანთებ სპეციალურად. ყუდრობას მირღვევს შუქი, ოღონდ მართლა. ესე წავა. ისევ აქ დავჯიდე ჩვეულ ადგილას. გარეთ წვიმიანი დღეა ხალხი. ჩემი ოთახი რო დაგანახათ ეხლა. აქ გონების სავარჯიშოა. იქაც და შრობაზე ვარ გადასული. გუშინ გიჟივით რეცხა სარეცხის მანქანა სარეცხი გიჟივით. ჩავიწვა ჩემი ფუმფულანასკები. ნახე როგორი ფუმფულები. ბანაობა ისე მაგრა მეზარებოდა ხარ უნდა ეგასაკის ბრალია თუ უბრალოდ მეზარებოდა და ანუ მე კიდე არ დამეზარება. ჩემთვის ვეუბნოდი იყავი ხარ არა აი განარა გორი ჭუჭყიანი ხარ მეთქი. ისე მაგრა მეზარებოდა. ასო წყალი მოვიდა. შეიძლება ერთი თვე რაღაც მომიწიოს ბანაობამ და გუშინ სარეცხი გავფინე. ხო და ეხა უწვიმია, არ დაასველა, მაგრამ მაინც ნესტს იღებს და შემომაქხა აქ ნენელა და აქ ვაშრობ. დღეს სახლში ვარ. არა და დღეს ეს იყო ჯერ გაცივდეს ცოტა. დღეს ჩემი მუშაობის დღე არის, როგორც გუშინ. ხო, მაგრამ არ მივდივარ და გუშინ იყო ყველაზე კაი, რომ მე და ნინო ვლაპარაკობდით და ხვალეო მოკლედ დღეს არის მოიცადე დალაგებულად ავთქვა. ნუ მოკლედ რაღაცას ვამბობდით რა, რომ ხვალეო წავიდეთო რესტორან ვაზებშიო. აქვე არის რა ჩვენთან ახლოვე და მეთქი არა ხვალე არ მცალია. ვუთხარით ჩემი მიზეზი მოკლედ რა და თუ მალე წამოვალ თქო იქიდან მოვალ. ხო და სეკრეტს ატახوار გვითამაშია ჯერ ჩვენ იმიტომ ჯერ მე ვიყავი ბაკურიაში მე თვითონ წაბძანდა და ასე. ხო და მოკლედ რაღაცა ვკითხე რა არ მახსოვს რა როდის მეთქი თუ რაღაცა რა და მოდიო ხვალე შენ ხომ მუშაობ არა დღეს 2 თუ 3 ტორტია ოღონდ ისეთები რა ირო უბრალოდ რაღაც ხვალეო შენაო მუშაობ ხო და ბარემ რო ჩამოხვალო და ბარემო და ესა ასე ხო ელაპარაკებოდი რა ვიდეო თვალ და ნინო მე ვთხარი არის მის ნინო არის ნინო და გავუთიშე როგორც კი სამსახურზე ჩამოსვლაზე ვილაპარაკა გავუთიშე ჩემი საყვარელი ის არის ეს ტრუფელი ძალიან მიყვარს და წეღან დაბლა აღმოვაჩინე ეს არის სავარაუდოდ რომელიმე ბავშვის მოწალილი 14-ში რო იყვნენ ჩვენთან იოანეს და ბარბარეს მეგობრები ხო და მოვიპარე რამდენიმეს მოვპარავ ეხა არა უშავდა რა მოხდა მე საკითხია ანაკ იყოს ხო და ერთ სიტყვით არ მიდივარ სამსახურში რა გავუთიშე ხო პირველ რიგში ხა დალაგებულად ხო ვილაპარაკოთ გილოცავთ დღევანდელ დღეს პირველ რიგში ჯერ ყველა ჩემ მაყურებელ ნინოს ულეცავ დღევანდელ დღეს ფარავდეთ წმინდანინო მე სრულიად საქართველოს ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ფარავდეთ წმინდანინო ყველას თქვენს პატარებს თქვენს ოჯახის წევრებს თქვენს ნაცნობებს აი ვისაც კი გულში გაივლებთ ყველას და მეორე დღეს არის ჩემი მაზლიშვილის მარიამის დაბადების დღე იქ მივდივართ რა და მაგით ვუთხარი ნინოს რომ ვაზებში მეთქი თუ მოახერხე მოვალ მაროს იუბილეა მივდივართ იქ ეხლა შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს კითხვა თუ რატო ქვია მარიამი როცა ნინოობას დაიბადა აი მე როგორ პატარა ხინკალივით არის
ესეთი მაგარი უნდა იყოს. აი შოკოლადის სიმწარე რო აქვს, ეგ მიყვარს. ხო და ვინმე თუ ეკითხვა გაუჩნდა, არ ვიცი რამდენად გინახიათ ის ვიდეო, რაც მე თამუნაზე მაქვს ჩაწერილი ჩემ აზრის ცოდზე. 11 წელი რო არ ყავდათ მარო მოკლედ. და რავი აღარ მინდა ის ვიდეო თავიდან მოუყვე რა და შეეშვნენ მოკლედ ყველანაირ მკურნალობას ყველაფერს, იმიტომ რომ შედეგი იყო 0. და ესე არა აი ის საერთოდ რაღაცა სასწაულით აღმოვაჩინეთ, რომ თან უნდა იყოფე ხძიმეთ, ოღონდ როდესაც გავიგეთ, უკვე სქესიც კი გავიგეთ, ისეთი იმხელა იყო. ანუ არსაიდან მოსულია მარიამი, არსაიდან. და იმდენი რაღაც ემთხვეოდა იმ პერიოდში ღვთისმშობელს და მის წვლილს, რომ მთელი ის პერიოდი სანამ მარიამი დაიბადებოდა, ვიცოდით, რომ უნდა მარიამი ყოფილიყო. ხო და 8-ს ტკივდა 26-ში, დღეს 27-ია, ხო. 26-ში საღამოს 9 საათზე 8-ს ტკივდა მუცელი, მე ვთხარი თავდა 3 საათი გაქვს იმისთვის, რომ მარიამი იყოს და მე უკვე დინოვა და მაგრამ მეორე დღეს დაიბადა, ანუ ნინოობას დაიბადა 5-ს ეკლდა, 5-ის 25 წუთი იყო, ან 20 წუთი. კარგად მახსოვს. და დაიბადა ნინოობას მარიამი. ანუ იმდენად მარიამი იყო მთელი ამ თვეების მანძილზე, რომ ნინოთ ვერ აღვიქვავდით და თან ნინო ხო ყავდა უკვე. და მაგარია. მე მიყვარს მწარე შოკოლადები. ხო და ეს კაკაოც უფრო ამძაფრებს ამ ყველაფერს და მაგიტომ მომწონს. მე მგონი დავიხჩე. ხო და დღეს იქით რომ წამოვალთ. თუ ისე წამოვალთ, რომ 8 საათი იქნება. აჰა, 9-მდე. ლაშა გამომატარებს რესტორანში. დამტიებს იქ. მერე წამომიყვანს ნინო. ხო და ვნახოთ. არ ვიცი წინასწარ. შეიძლება აღმოჩნდა ვაზებში. ვაზებში არ ყოფილი ვარ, სინამდვილე რო გითხრა, ახალი რესტორანია, სულ მე მგონი სრული 1 წელი არც არის რაც გახსნილია მგონი. ჯერ არც არის მგონი 1 წელი. გემრიელად გამიკეთებია ყავა. ხო, ის უნდა მომეყოლა. რესტორნის და ბანკეტის ამბები რა გადავწყვიტე. ზოგადად ხო ტრენდია თუ ტრადიციაა ის, რომ ეხლა ამ პერიოდში რომ მაინდა-მაინც უნდა იყოს აუზიანი, სახლი უნდა იქირაო, რაღაცა მოკლედ. ნუ კაი, ხა ერთხელ ჰქონდათ და ვიყავით ასე თუ ისე თანხის გამო რას ვნახავდით და თუ იქნებოდა აუზიანი, კაი ხო, მაგრამ მე მაგალითად ძალიან არ მინდოდა სახლი. და ასევე ძალიან ბევრს არ უნდოდა სახლი. ივანესაც არ უნდოდა იმ ხრივ, რომ რავი, აი ეს აუზში გადახტომის სიტუაცია ბანკეტზე არ მოწონდა ხოლმე. ნუ მოკლედ ჩვენ რო პირველი კრება გქონდა, სანამ ახალი წელი იქნებოდა, აი სანამ არდადეგები დაიწყებოდა. დავგეგმეთ კიდე მეორე დღეს კრება, მეორე კვირას. რომ სწრაფად უნდა გვემოქმედა, იმიტომ რომ სასწაულის სწრაფით იჯავშნება ეგეთი რაღაცეები რა, აი უკვე დაჯავშნილია მაგალითად ბაზალეთი უნდათ. მერე ბაზალეთზე იყო შემთხვევა და ბეწ არაერთი, როდესაც ფაქტიურად მშივრები მოდიან. შუაგული უნდათ რა, ნუ მოკლედ რა, ნუ ბევრი ლოკაციებია, რომელიც განიხილებოდა. ხო და მე რაღაცა მოხდა ჩვენთან სოფელში და ის ერთი კვირა თავი შევიკავეთ, აღარ შევიკრივენით, მოკლედ და მე არდადეგებით დაიწყო, ასე ვთქვათ, დავაგვიანეთ.
და წინა პარასკევს კრებაზე რომ ვიყავით, მოკლედ იქვე დაირეკა იქითაც, აქეთაც, სადაც მანამდე გქონდა დარეკილი და თავისუფალი იყო, ყველაფერი და ჯავშნილი იყო, აბსოლუტურად ყველაფერი და აი სახლები და რაღაცები რა და საკმაოდ დიდი ფასი იყო, მაგალითად 2 კაცი, ანუ დედაშვილი 1000 ლარი და შეიძლება 100 წელოდა კიდეც. ხო და ცოტა ხა არ არის პატარა თანხა, იმიტომ რომ ბოლო ზარია და სადღაც 3 კვირაში ბანკეტი უნდა გქონდეს. აი მე ეს მეჭირება ხალხო უნდა ვიხჩე. ხო და მოკლედ მე სადაც მიურეკ-მოურეკეთ ზოგმა ბავშვებმა ძალიან აქტიურობდნენ. ნახეთ მცხეთაში ორივე რესტორანი, დარბაზი. დავრეკეთ და დაველაპარაკეთ, რომ მივიდოდით სანახავად კვირას. ხო და კვირას მეც ვიყავი. და წავედით მოკლედ. წავედით, ნახეთ, მოგვეწონა, არა მართლა კარგი დარბაზები არის, ბოლო ზარისთვის არის დარბაზი ამ წუთას პირზე მედგა. ძველი არმაზი, ახალი არმაზში გვინდოდა თავიდან და უკვე დაჯავშნეს სანამ მერე ჩვენ გავიღვიძეთ. ხო და ისა ძველი არმაზის დარბაზი ვნახეთ, საკმაოდ დიდი დარბაზია და ჩვენც კიდე რა გვინდოდა, რომ გადაკვეთა არ ქონოდათ, მაგალითად სხვა სკოლის ბავშვებთან რა, ანუ ხო არის მაგალითად ერთ რესტორანში 2 დარბაზი, 3 და რამდენი არის ეგ და ხო და ისი არის, რომ არ ექნებათ გადაკვეთა რა, ყველა თავისთვის იქნება თუ იმ შემთხვევაში, რომ თუ კიდე ვინმე სხვა იქნება იქ. და ბანკეტისთვის ვნახეთ რესტორანი ბაგინეთი. ძალიან ლამაზი რესტორანი არის, ანუ ვიზუალურად რო გვანახეს სურათები, ისედაც ხო შეველით და ვნახეთ, მაგრამ უკვე მორთული ისინი ვიდეოები გვანახეს, ანუ როგორ ფორმდება. ხო და ერთი და ორი გაგებით დავჯავშნეთ, არა დღეს უნდა დავრეკო. ბეს ვაგროვებთ და რამდენიმე სხვა ჩასარიცხი და შუადღემდე სავარაუდოდ ჩაირიცხება და გადავრიცხავთ 1000 ლარი უნდა ჩაირიცხოს ორივე რესტორანში. ჯავშანი. და მთლიანობაში ისე გამოდის, იაფად გამოდის, იმიტომ რომ 300 ლარი გვიჯდება ესა რესტორანი, მუსიკა და გადაღება. კაც. ნუ ეხა მე რაღაცა შეიძლება დამატდეს რაღაცა რა, პლუს მინუს ხო არის, მაგრამ ესე, იმიტომ რომ სხვა რაღაცებიც არის გასათვალისწინებელი და ბოლო ზარი კიდე. დაახლოებით 100 ლარამდე გვიჯდება ერთი ადამიანი, ოღონდ გადაღება არ შედის მაგაში და ნუ ალბათ ერთი გრუბად რო ვთქვათ, ერთი 400 ლარები გვიჯდება ალბათ ბანკეტი, რაღაცებს რო დავამატოთ, მე არის რა, ეს პატარ-პატარა წული და 8 ხოლმე ზემოთ ხო იცით და ისა ერთი 200 ალბათ ისიც ეგრე გრუბად. რა შედარება ხა? ორივე შეიძლება დაგვიჯდეს ისე რომ ერთი, ანუ ბოლო ზარით და ბანკეტით შეიძლება გამოვიდეთ ისე, როგორც ერთის ფასად, ანუ ელემენტარული 1000 ლარი გვინდოდა შუაგულში, დაახლოებით ესე, თავის ყველაფრით. არანაკლები იყო ბაზალეთი, 800 ლარამდე ღირდა თუ რაღაც. ხო და რა ვიცი, რა მოკლედ ჯერ კიდე მენიუ ძალიან მოგვეწონა. მენიუ ჩატში ჩავაგდეთ, გადახედეს. ხო და რა ვიცი, ერთი სიტყვით აღარც იმის ფუფუნება მაგალითად, რომ შენ ახლა ერთი დაიწუნო და მეორეში, ანუ მოდი კიდე სხვა ვნახოთ, ანუ არ არსებობს ეგეთი რამე, იმიტომ რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით იჯავშნება უკვე. ოფიციალურად 20 მაისი არის ბოლო ზარის დღე, ქვეყნის მასშტაბით ოფიციალური არის 20 მაისი. და წარმოიდგინე, მთელი საქართველოს, ანუ ესე ვისაც ეს თბილისის შემოგარენში უნდა იყოს ყველაფერი, განა რამდენი უნდა იყოს, რომ უასწრო რა. ხო და ანუ მოვასწარით. და დღეს შუადღით უნდა ჯავშანი გავაკეთოთ.
გადარიცხვის სახით. აი ასე ერთი სიტყვით. დაველოდებით შუა დღემდე. რამდენიმე ბავშვს გაიკლდა ჩაიწყო. ძალიან სწრაფად იმოქმედეს სხვადასხვა. აი ძალიან სწრაფად იმოქმედეს კლასმა. მშობლებმა. აუ ფული უნდა გამეტანებინა ნინოსთვის და დავავიწყდა წიგნებს ვყიდულობთ ინგლისურის კაი წიგნებს და იმით გავდივართ ანუ სკოლის მასალა რაც არის რა გინდა ჩემო ცხოვრება რა გინდა მოდი პრინცო მოდი პრინცო ჩქარა შემოდი ბაცაცოს ემალება მოდი ჩემო ტკილო ბიჭო მოდი ეკი არა გუშინ კი ნაღამლაშან ლეკვი მოიყვანა არა უნდა მოვიყვანოთ ჩვენია ის ლეკვი უბრალოდ პატარა ერთი თვისაა და მევთხარი მაგას ვერ მივხედა მაგას სხვანაირი მიხედვა უნდა და ცოდუა ჯერ ის რომ დედასთან აუცილებელია ჯერ იყოს ასე რაღაცებს კი ჭამს მაგრამ დედის რძეს სულ სხვა რა ისა აქ და ერთი თვეცი იყოს და მოვიყვან არის ტაქსა გრძელები ვარიან და პატარები ხო და ესე იგი იმდენი ხანია რომ ვაიმე იცი როგორ მიყვარხარ იმდენი ხანია რომ ეს პატარა ჯიშის ლეკვი მინდა რომ ვაიმე იცი როგორ მიყვარს ეს ბავშვი კრუტონი აი ესეთი საწყალია სულ იმიტომ რომ ის ველური მარტო ამას ერევა და ესეც ხმას არ ასცემს და სუდაბლა აგორავებს გუშინ ცოტა ლახიანი იყო ჯიმი პაწეწი ვაიმე ჯიმი პატარა სად არიან ბავშვები მოიქათრები არ გამომიშვია არა უშო ჯერადრია 10 არა თან ადრია ხალხო ესე იგი გვიანავდექი 8:30-ზე ავდექი რა წეს 7-ზე უნდა ვიყავი მაგრამ რავი რაღაცა ლახა ჩაი ვეღარა მithუღებია ხო და თან აი აქ ამოვიტანე კეთლი დენისმა დუღარა კეთლია თუ რაც არის ხო და ცხვირი მეფხანება ხო და ანუ რაღაცებით გავაკეთე საერთოდ შევყარე და 10:30-ია რა ჩვენიერია რა მოხდა ფისო სადა ხარ პანდა ой მე როგორ უყვარს დედას ჩემო ცხოვრება ბაცაცო რაღაცას დაათრევს ჩემ ფლოს წაიღებ დაბა აი ჩემ ფლოსის ადგდია ხორი ღირსი რომ მივასიკვდილო ხა ეს მსუქანა ეს გიჟი მსუქანა ეს იცი რა კარგად გაიზარდა მსუქანა კიტრივით არის ჩოპუტკუნებულია ბაცაცო ვიმე ლამაზ თვალება ონავარი ბავშვის თვალები აქვს რომ რა გააფუჭოს აი რა გააფუჭოს მოდი ჩაგიხუტო მოდი აქ მოდი გცემს შემოლამაზდო მე რატო არ მეუბნები რომ მე გავამწარო ეგა ხა მარტო შე რატო გაუბედურებს თუ ასტროსადმე მაღლა ხო კარგი თუ არა და ხო ეს ლეკვები ხო მოვიმარაგე რა და ჩემი სურვილია ეხლა რომ ყავდეს კატა თეთრი ჭრელი არა თეთრი ოიმე ხო და ოღონდისა თეთრი კატების 99.9%-ულად რა არიან ყრუები არის მე არ უნდა მე ვატარებს მე მივხედავ მე ტკბილო ხო და ესეთი ამბები ხალხნებო რა ვიცი ეხა მე ფიქრება კაბა რა უნდა ჩავეცო გუშინ ბარბარი ამბობდა კაბა 200 სიცმე შვილო მე ვთხარი
როდის აქეთი ყოფილა ჩემი ჩაცმა დახურვა პრობლემა. გაქვს ჩაიცმე, არა გაქვს ხალათით გახვალ. არა. მაქვს წარმოდგენილი იმ პერიოდში რაც ჩავიცმევ, იმიტომ რომ იმ პერიოდში მაისი არის და ის რა ქვია დეკემბერი მეტი. ბოლოს არის და ივნისი არის ანუ 15 ივნისი არის ბანკეტი. მე ხო მითხრა 25 აგვისტო. ესე იგი, კაი დიდი ღიპით ვიქნები. ხო და რას ვიცმევ? არ ვიცი. მე მგონია რომ ვიღაცა სხვაზე ვლაპარაკობ. ოღონდ მართლა. წავედი ახლა დაგემშვიდობებით. გუშინ ისე კარგად ვიქალე. მშვენივრად, ნელა-ნელა, ნება-ნება. პლოშატკა ისე გემრიელა დავალე და ეზო თოვლი ხო დნებოდა და იმდენი სიბინძურე ჩნდებოდა ქვეშ. თუნდაც ფოთოლი ეს ჩამპალია ის ფოთლები როა, ტოტები, ქუჩიდან შემოსული რაღაცა ქაღალდი, რაღაცა აი ხო და აი ისე გემრიელად მოვასუფთავე რა და თან კაი ამინდი რო იყო. მე ხო სულ იმას ვამბობ, რომ აი ესეთი ამინდი, როდესაც სახში ხარ ჩაკეტილი ზამთარია და რაღაცა უკვე მანადგურებს ხოლმე და აი გუშინ მზერო იყო, კი ჭოპი იყო, ეს ჩამოდიოდა თოვლი იზუნკლებოდა რაღაცა შვეპავდი, მაგრამ იმდენად აი მომნაწრებია გარეთ ყოფნა, რომ სულ იცი რამდენი ხანი ვიყავი გარეთ. მე მივხვდი, რომ ფეხები მქონდა სველი ამოველი გავიშრე. ძალიან მინდოდა, რომ გარეთ ყოფილიყავი და აი ესე ნელა-ნელა დავალაგე. ერთადერთი რაც არ გავაკეთე, ვერ გავაკეთე არ ვიტყვი. არ გავაკეთე დამეძარა. ამოვიტანე კიდეც აგე იქ მიდგა პოლის ჯოხით ვედრა და დამეძარა გამოწმენდა. მაგრამ ტვერსასუდი გამოუსვი. ამიტომ დღეს მაგისიჯერია. აი ნახევარი დავლიერა, ისედაც სავსე არ იყო ეს დიდი ჭიქა, მაგრამ აღარ მინდა. არ გადავღოდი დავტოვებ, მე აქ დავდგავ და გაცხელებ. აი ასე. ეხა გონებას წავივარჯიშებ, მოვაბინავებ, ავალაგე. საუთოებელი დამიგროვდა კიდე. ნუ მოკლედ. ჩვეულებრივი მოვლენა უკვე ყველაფერი. აბა ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას, აბა ჰი და აბა ჰო.